Კაპიცვა საქართველოს ბანკში დღეს დილიდან ბანკის საინკასაციო სამსახური პარალიზებულია. სამსახურის თანამშრომლებმა კაპიცვა დაიწყეს ამ დროისთვის აქციაში ჩართული არიან თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები, სულ 80-მდე ადამიანი. საინკასაციო სამსახურის წარმომადგენლები ბანკში დაცვის პოლიციის შესulis გამო შრომითი პირობების მოსალოდნელ გაუარესებას აპროტესტებენ და მოითხოვენ რეორგანიზაციის პროცესში მათი ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული. გენო ოსეყმაშვილი შეხვდა კაპიცულ ინკასატორებს, ის ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება დეტალებს. გენო. საქართველოს ბანკის თბილისის სათავო ოფისთან მხოლოდ ნაწილი არის ინკასატორების შეკრებილი, მათი გარკვეული ნაწილი არის ბათუმში და ქუთაისშიც და ისინი ერთობლივად აპროტესტებენ სამუშაო პირობების შესაძლო გაუარესებას. მათი ინტერესების დამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი კი საქართველოს ბანკის მორალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს წლების განმავლობაში სიცოცხლის ფასად უხდებოდათ ამ სამსახურში მოღვაწეობა და ამის გამო ბანკს გარკვეული ვალდებულებები გააჩნია. ჩვენ ორი დღის წინ გავაფრთხილეთ საქართველოს ბანკი უფროსურად მიმართეთ მშვიდობიან აქციას 2 საათით, მაგრამ არაფერი რეაგირება არ მოხდა ამას. დღეს უკვე ფართომასშტაბიანი მარტო ქუთაისში არ ხდება, ეს მთელი საქართველოს მასშტაბითაა, კაპიცულები ვართ სულ ყველა. უკვე ამას ფართომასშტაბი მივეცით და ვცდილობთ, რომ როგორმე მოგვაქციონ ყურადღება ამ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, შეებით უმუშევრებით. არის ის, რომ იქ თუ გადავიდოდით დაუშვათ და ისიქ ჩვენი შრომითი პირობები უარესდება, ხელფასი ნაკლები არის. საქართველოს ბანკში კი აცხადებენ, რომ ბანკში მიმდინარეობს რეორგანიზაცია საერთაშორისო და ბანკი გადადის საერთაშორისო სტანდარტებზე, რომელიც საქართველოშიც უკვე არის აპრობირებული და ამჟამად უკვე ამ აპრობირებულ მეთოდში თვითონ ბანკი ჩაერთვება, საქართველოს ბანკი ჩაერთვება და აცხადებენ, რომ ეს მოიცავს იმას, რომ არ შეიძლება საინკასაციო სამსახურს თვითონ ბანკი ეწეოდეს და მას გარეშე სამსახური უნდა ასრულებდეს. საქართველოს ბანკი გადავიდა საერთაშორისოდ მიღებულ და საქართველოში ძალიან ბევრი ბანკის მიერ უკვე დანერგილ მეთოდზე, როდესაც საინკასაციო მომსახურებას მთლიანად ახორციელებს გარე სპეციალური სამსახური, ამ შემთხვევაში დაცვის პოლიცია. საქართველოს ბანკი საინკასაციო მომსახურებას უკვე ახორციელებს დაცვის პოლიცია, შესაბამისად არანაირი შეფერხება საინკასაციო მომსახურების მხრივ ბანკში არ არის. რეორგანიზაციის შესახებ ეცნობათ საინკასაციის თანამშრომლებს წინასწარ ისინი იღებულობენ ანაზღაურებას და წრიულ ბონუსს. დამატებით მათ მიიღეს შეთავაზება გაიარონ გასაუბრება დაცვის პოლიციაში, იქ შესაძლო დასაქმების მიზნით. საქართველოს ბანკში უკვე აცხადებენ, რომ დიდწილად გადავიდა საქართველოს ბანკი დაცვის პოლიციის სამსახურზე და აქედან გამომდინარე ეს აღარ შეიცვლება, თუმცა ბანკის ასეთი პოზიციის მიუხედავად გაფიცულები თავიანთი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ისინი ამბობენ, რომ თავიანთ ინტერესებს ბოლომდე დაიცავენ. დიდი მადლობა გენო, ეს იყო გენო ოსეყმაშვილი.